მოგესალმებით, ეთერშია საინფორმაციო პროგრამა „ფაქტი სტუდიაში“. თქვენთვის მედია თუდრაძე მუშაობს. რუსეთ-საქართველოს ომიდან 1 წლის თავი საქართველოში სხვადასხვა აქციებით აღნიშნეს. ხამის 12 საათზე კოცონის სხვა რეგიონებთან ერთად ოზურგეთშიც საინფო. თეა იოსელიანი დეტალებით. დღეს ოზურგეთში ისევე როგორც მთელ საქართველოში აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავების გვირგვინით შემკობის შემდეგ მათ ხსოვნას პატივი ცოცხალი ჯაჭვითა და მდუმარე აქციით მიაგეს. ომის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ქართველმა ხალხმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა აქციებით გამოხატეს, რომელიც გუშინ ხამის 12 საათზე დაიწყო. საქართველოს ერთიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად კოცონის საქართველოს 10 რეგიონში ერთდროულად დაინთო. ქართველები ერთმანეთის გვერდით ხილიხით ჩაკიდებულები ბიჭების ხსოვნას მიაგებდნენ პატივს აგვისტოს ომს შეეწირა. შესახელებითა და პლაკატებით კი რუსეთს მეზობელი ქვეყნისადმი აგრესიის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდნენ. ოზურგეთში კოცონის კულტურისა და დასვენების პარკში, როგორც მთელ საქართველოში, ზუსტად ღამის 12 საათზე აინთო. შეკრებილ მოსახლეობასთან ერთად სამფლობიშუხზე საპროტესტო აქციაში მხარის პირველი პირები მონაწილეობდნენ. მამა ვასილი ომში დაღუპულ ბიჭებს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადა. როგორც მთელ საქართველოში, ასევე გურიაშიც მსგავსი აქციები მანამ გაგრძელდება, თუმცა რუსი ოკუპანტები ქვეყნის ტერიტორიას არ დატოვებენ. საქართველოს არასდროს არ შეეგუება არანაირ აგრესიას. საქართველოს არის გაუტეხელიერი. ხალხი დღეს ვიხდით პანაშვილს დაღუპული ადამიანებს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ როგორც მთელიერი, ასევე მთელი გურია გზად არის იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავდგეთ ჩვენი მტრების წინააღმდეგ და საქართველოს იქნება ყოველთვის გაუტეხილი. ჩვენმა გურიამ რა თქმა უნდა საკუთარ თავზე იქმნეს ყველაფერი, არაერთი ადამიანი, არაერთი პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული, თითოეული ოზურგეთელი, თითოეული მოღატაურელი, მათგუთელი მუხალისად განუგზავრა გორის მიმართულებით. ყველაფერი ჩვენთვის არასახარგებლო დასრულდა. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს იმისა, რომ აი ეს კოცონი დღევანდელი სიმბოლურად ნიშანი იქნება იმისა, რომ საქართველოს კვლავ-ერთიანი იქნება, ძლიერი იქნება და აი ასე აღიზრდება მალე საქართველოს გამთლიანების და დამოუკიდებლობის შერავდანება. ჩვენმა რაიონმა 3 ვაჟკაცის სიცოცხლე მიუხედავად ესენი იყვნენ საურთენეიშვილი, ბერისელთა ვაჟკაცი, ლემურჭიდაძე, სოფელგურიანის მაცხოვრებელი, სოლშვილიანი და თამას რიგედინის სოლშვილიანი. მე როგორც ყველა ქართველი ქერცს ვიხდი მათი სულების წინაშე, მერტმან ათელში ვიყოფოს მათი სული. სამლები მიმდინება ყელში, ძალიან ძნელია რამე თქვა, მაგრამ ეს არის სოლიდარობა, ეს არის კიდევ ერთხელ გამოხმაურება იმ ხალხის მიმართ, ვის ჩვენი გულისათვის, საქართველოს კეთილდღეობისათვის დაიღუპნენ. დიდება მასახელს. დღეს მხარის გუბერნატორმა პრეზიდენტის 154 განკარგულებით იური ჩიხრაძეს ღირსების ორდენი გადასცა. თეა იოსელიანი მოგვითხრობს. კულტურის ცენტრთან არსებული ქართულ ხალხურ საკრავთა ინსტრუმენტალური ანსამბლის ედელვაისის ხელმძღვანელის იური ჩიხრაძეს ღირსების ორდენი ქართული ფოლკლორის შენარჩუნების, განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჟურნალისტების თანდასწრებით გადასცეს. მხარის გუბერნატორმა ორდენი ყოველი მკეთილი საქმის დაფასების შედეგად ახსნა, რომ ჩიხრაძეს თავისი მოღვაწეობის პერიოდში კულტურის სფეროში გაუკეთებია. მნიშვნელოვან ჯილდოს ღვაწლმოსილი ადამიანების მიმართ კი აუცილებლად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მათი გამორჩეული ნიჭიერებისა და ღვაწლისადმი მადლიერების გამოხატვის ნიშნად. ბედნიერი ვართ, რომ ხდება ესეთი ხალხის წარმოჩინება და ოზურგეთში საკმაოდ ბევრია ესეთი ხალხი და დღესაც ერთგვარი შემაჯამებელი სიტყვა ითქვა აქ იმ დამსახურებაზე, რომელიც ბატონმა იურიმ გააკეთა. მე ვფიქრობ, ეს არის კიდევ დიდი სტიმული იმისა, რომ მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს კულტურულ ცხოვრებაში კიდევ და უფრო მეტი კარგი და ლამაზი სამღეროები მიუძღვნას თავის ემოციები, როცა ადამიანი მცირედ ღვაწლში ხარ, მაშინ გადა, როცა ამ ღვაწლის შედეგს ღებულობ, მე ემოცია დამცხრალი უნდა იყოს წესის დარეგის მიხედვით და ანუ ამ შედეგს არ უნდა დაელოდოთ წესით. დრო მიცის, დრო აჩენს ამ ფაქტორს, რომცა ყოფილიყო რა, მაინც იგივეს გავაკეთებდი, ჩემს სამად მნიშვნელობა არ ქონდა. მნიშვნელობა ის რომ ვიღაცამ დაინახა. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც ამათ კეთილი თვალით ხედავენ. არის ღვთის თვალი, რომელიც არ გშორდება არასოდეს და რაღაცა დროს გაგახაროს, მაგრამ ამ სიხარულს ჭირდება გაფრთხილება.
ამან შეიძლება წაგლეკოს კიდეც. სიხარულის ცუდი რაღაც თორანა შეუძლია და ფიქრობ შვიდად შევხვდე, ასე რომ ემოციებზე არ დავაჩენებ დღევანდელ ჩემს აი ამ საჩუქარს, რაც დღეს დაინახავ თელმა ჩემმა საკუთარმა ოჯახმა, ხალხმა, მეგობრებმა, ქვეყანამ და უშუალოდ გადმომეცა ეს საჩუქარი. დიალოგი ხალხთან პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობის პრობლემების მოსმენას და შემდგომ რეაგირებას ითვალისწინებს, გიორგი ბარამიძე სოფელ დვაბზუს სტუმრობდა. თეიოსელიანგვი ამბობს. პრეზიდენტის ახალი ინიციატივა, რაც საკუთარ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლის აქტიურ შეხვედრებს, მათი პრობლემების ახლოს გაცნობას და დიალოგს ითვალისწინებს, სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე გურია სტუმრობდა. მშობლიურ კუთხეში სტუმრობა სოფელ დვაბზუს მოსახლეობასთან შეხვედრით შემოიფარგლა. სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილობრივი პირველი პირების თანხლებით მოვიდა და მხარის გუბერნატორისგან ინფორმირებულმა ადგილობრივებთან მისასალმებელ სიტყვას მთელი რიგი იმ ჩამონათვალისა მოაყოლა მისი მხრიდან ზოგადად გურიის სოფლებში არსებული პრობლემების საფუძვლიან ცნობას რომ გაუსვამდა ხაზს. მათგან პრიორიტეტულების გამოარჩია და უმთავრეს მოსაგვარებელ პრობლემად შიზაგზები, გაზიფიცირება და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება დააყენა. ამისთვის უმთავრეს პირობას კი მშვიდობას და დალაგებული ცხოვრების არსებობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. სანამ შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გადავიდოდა, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზეც, თუ ბოლო პერიოდში რა გაკეთებულა, ან არ გაკეთებულა. იმედად კი დაპირება, რომ აუცილებლად გაკეთდება, მაინც დატოვა. კითხვა-პასუხი დვაბზუელი ქალბატონის მიერ ადგილობრივი პირების მისამართით მადლიერების და მადლობის გამოხატვით დაიწყო. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში უფასო სწავლების დამკვიდრების გამო. მერე კი მონაცვლეობით ადგილობრივებმა ყველა ის პრობლემა ჩამოაყალიბეს, რომელიც სოფლისთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია. მათ შორის გაზიფიცირების პროექტში სოფლის შიდა გზების ჩათვლა, შიდა გზების შეკეთება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სკოლების ინვენტარიზაცია. სახელმწიფო მინისტრს ასევე დახმარება სოფლებში კომუნალური მრეწველობის გამო შექმნილ სერიოზულ პრობლემებზე. თხილსა და ჩაიზე კონკრეტული პირების მიერ ხელოვნურად შექმნილ დაბალ ფასებზე სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიქცევას თხოვეს. შეხვედრისას ყველა დასმოსაკის და შეკითხვის მინისტრმა შეძლების დაგვარი პასუხი გასცა. დაყენებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებაზე კი თავრობის სახელით პირობაც დადო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ხალხის აზრი, თუ როგორ წარმოუდგენია ჩვენ ხალხს, ამა თუ კონკრეტული იქნება ეს სოფლის პრობლემა, რაიონის თუ საქვეყნო პრობლემა, მოგვარება არის ის საკითხები, რომელიც შეიძლება ითქვას საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონსა თუ სოფელში არის დღეს ჩვენი მოსახლეობის წინაშე, მაინც ეს არის დასაქმების პრობლემა, სოციალური პრობლემა, განათლების, ბავშვების საკითხები და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ამდენი ხალხი მოვიდა და ასეთი გულახდილი საუბარი არის და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დიალოგი ყველაზე მთავარ სუბიექტთან ჩვენთვის, ვისი აზრიც გვაინტერესებს ამ ჩვენს ხალხთან გაგრძელდეს და იმედი გვაქვს, რომ ყველა არა მარტო ხელისუფლება, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება ამ საქმით დაკავებული და ერთად შევეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას. ვაგრძელებთ სოფლებში შეხვედრას და დღეს ახლა დვაბზუში ვართ, შესაბამისად აქ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა, რა უფრო პირველ რიგში მოსაგვარებელია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ როცა აგვარებ რაღაც გარკვეულ პრობლემებს, შესაბამისად თავს იჩენს სხვა პრობლემა, რომელიც აუცილებლად გადასაჭრელია. საერთოდ რაიონის ხელმძღვანელობასთან ყოველთვის რო გვაქვს გადასაწყვეტი რამის საკითხი, ყოველთვის დიალოგის სახეს მამშობით რახვია. ვანიშებ და ვსაუბრობ და ყალიბდება ეს შემდეგ ეს რამე თუ იქნება ისეთი გადასაწყვეტი და ნუ ნამდვილად სასიკეთოდ ხდება ყველაფერი. დღევანდელი შეხვედრით უნდა ითქვას, რომ კმაყოფილი ვარ. დავაყენე მნიშვნელოვანი პრობლემები სოფლისათვის, ესენია გზის საკითხი, ელექტროენერგიის ბოძების გამოცვლის საკითხი და თხილის ბიზნესის საკითხი. შეგვპირდა ამ პრობლემების გადაწყვეტას და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტა ეს საბოლოოდ ხალხის დიდი პრობლემა.